დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვებოდა, ბრალდების მხარე მორი მოწმე, გურიის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსი, გამომძიებელი მიხეილ დარჩია და ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე წარადგინა. სასამართლო პროცესზე პირველი მიხეილ დარჩია დაიკითხა. მან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დარჩიას დაცვის მხარემ კითხა თუ რა რეაგირება ჰქონდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მზია ამაღლობელს ხელზე დაზიანებები აღენიშნებოდა. პასუხად გამომძიებელმა თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამაღლობელის დაზიანება უმნიშვნელო იყო და თავად ბრალდებულს პრეტენზიები არ ჰქონია. საქმეში დევს პროკურორის წერილი დაცული მიმოწერა. მათ შორის გენერალური პროკურატურიდან შემოსული მასალები ისეც დაცულია, სადაც მითითებულია, რომ საარჩევნო აღსრულების დაწესებულებაში შესაძლებისას მზია ამაღლობელს აღმოაჩნდა დაზიანებების ხელზე იცნობს ამასწრაფია. ამ დოკუმენტებზე თქვენ რა რეაგირება გააკეთეთ? რომელიც თავისუფლად შეეძლო მოქალაქეს მიიღო საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს არა განზრახ შემთხვევაში. პირადი პრეტენზია არ გააჩნდა ამიშტომზე, ამის გამო დამატებითი რეაგირება არ მოხდა. გამომძიებლის პასუხი დაცვის მხარისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ადვოკატ მაიამ წარიაშვილის თქმით, დაზიანებები, რომელიც საჯარო აღსრულების დაწესებულებამ აღმოაჩინა და აღწერა ექსპერტიზის დასკვნაში შეტანილი არ იყო. რომ მან აღმოაჩინა ის დაზიანებები, რომლებიც არ იყო აღმოჩენილი და ამიტომ გამოაგზავნა ეს მასალები თქვენთან. ექსპერტიზის დასკვნაში ეს არ არის ეს დაზიანებები აღწერილი. ექსპერტიზაზე მანამ არის გადაყვანილი ქალბატონი მზია და უფრო მეცაც ვეჭვით, ეს დაზიანებები არც ბათუმში იზოლატორში შესახლებისას არ არის აღწერილი. ეს აღწერა მხოლოდ საარჩევნო აღსრულების დაწესებულებამ. და ეხლა თქვენ რომ მეუბნებით, რომ ეს სულ დაზიანებები იყო თავისუფლად შეეძლო მიიღო იქ აქ მეზობლებში და მეგობრებში და ასე შემდეგ, ეს თქვენი ვარაუდებია? ჩემი ვარაუდია და საკუთარ მასალებზე რომელი მასალის ხარისხი სად არის განსაზღვრული ამ დაზიანებების მithარით? აქ არის ერთ ხაზზე დაზიანება, მეორე ხაზზე დაზიანება და ჭერტის ქვეშ დაზიანებები. მინიცი საქმე თქვენ დაასრულეთ, წამიკითხეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ამ დაზიანებების ხარისხი არის განსაზღვრული. ან სადაც ექსპერტმა ნახა ეს დაზიანებები. გავსი დაზიანებები აღწერილია ერთ ხაზზე მხოლოდ, ერთ ხაზზე. მარცხენა მხარზე. მეორე მხარე და კერდი, ანუ სხვადასხვა რაღაცებს აქვს. შემიძლია წარიკითხოთ სიტყვასიტყვით, უბრალოდ არეულობა ჩემს პირადად. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არის ის, რომ ეს არ მიგია დამშოვებული ქმედების შედეგი. Განშაულებრივი ქმედების შედეგად მისგან არ მიუღია სილა, რომ გაუღაწუნათ რეგულაციას იმითი, რომ მიიღებდა მზია ამაღლობელის დაზიანებაზე. ანუ ვერ გავიდა თქვენი განმარტება. მის მიმართ არ იყო ჩადენილი ანალიზი დანაშაული და იმ დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო, ამაზე მოგვაწოდებდა ინფორმაციას. კიდევ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ დაზიანებებზე მას არ არის პრეტენზია არ გააჩნია. მეც ვამბობ, რომ მას ეს დაზიანებები არ მიუღია დაკავების შემდგომ, მაგრამ ზუსტად ამიტომ ვეკითხებით, დაკავებამდე გარემოებების პროცესის მნიშვნელოვანი არ იყო, რა გარემოებაში იყო ეს დაზიანებები და კითხებს. თავიდანვე ყველა დოკუმენტში, სადაც დაზიანებებზე საუბარი აღწერილია, რომ არ არის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. დაცვის მხარეს მოწმესთან მზია ამაღლობელის კუთვნილ ტელეფონთან დაკავშირებითაც ჰქონდა კითხვები. ბრალდების მხარის ვერსიით შესაძლოა ამაღლობელი დგებუაძეზე თავდასხმას სხვებთან კომუნიკაციის მეშვეობით გეგმავდა. ამ მიზეზით მედია მენეჯერის ტელეფონი ექსპერტიზაზეა. სხდომაზე ადვოკატებმა დარჩიას განმარტება მოსთხოვეს, თუ რატომ მოითხოვა მობილურიდან კონტაქტების მოპოვება, რისი უფლებაც დაცვის მხარის თქმით სასამართლოს არ მიუცია. ეს კონტაქტები მნიშვნელოვანია, ექსპერტს ვავალებ, ეს დავალებული უნდა თავიდან უნდა და დაგვიჭირდა. ამ
დადგენილების მიხედვით გაიცა სასამართლო ექსპერტის განჩინება. სასამართლოს განჩინება ფასადიკიჩა და რამოდენმე პროკურორი ბოლოს იმას იხობს. იმ აპლიკაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას აპლიკაციების გამოყენება და პირველიდან გარდა ამისა არსებობს ჩემი წერილი, სადაც აღნიშნულია რომ მე ჩატარებაში საჭიროებაში შემთხვევაში მივიდებ მონაწილეობას ექსპერტიზის ჩატარებაში. ამ წერილი გულისხმობს ის, რომ თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი არ იყო გამოძიებისთვის ეს ინფორმაცია არ იქნება ამოღებული, დოკუმენტირებული, ან სასამართლოში წარმოდგენილი და სხვა პიროვნებისთვის ზოგადად ცნობილი. კონტაქტები ინფორმაცია გამოძიების საინტერესო ინფორმაციის გამეთხოვაზე მე მიგებული მაქვს სასამართლოდან ნებართვა. კიდე წავიდით ხო? განჩინების ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყველგან არის დამახსოვრებელი. ჩვენი ამოცანა ჩვენგან მივიღოთ ნაბეჭდი პასუხი იმაზე, რომ ჩვენ არ ქონდა უნდა ამოგვეყოლა კონტაქტი. ამ პასუხს როგორც კი მივიღეთ, ამ ნაწილში დაგანებულ თავს. მაშინ გვიქარი სად ქონდა უნდა ამ კონტაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოყენება. მიხეილ დარჩიას კითხვები მზია ამაღლობელმაც დაუსვა და უთხრა, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ექსპერტიზის დასკვნა. არა, მაგრამ მელოდები შექმნა. ზოგჯერ გაგრძელდება. შეიძლება წელიწად გაგრძელდეს და მე ვერ გეტყვით სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად ხდება. სასამართლოს ხდომაზე გამომძიებელ მიხეილ დარჩიას ბრალდების მხარემ სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძის მდგომარეობის შესახებ კითხა. პასუხის გაცემისას მოწმემ სიცილი ვერ შეიკავა. ამაღლობელი სასამართლო პროცესის პარალელურად დღეს დაჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მედია მენეჯერის მხარდამჭერებმა და კოლეგებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა და ყური გაუწითლდა, პირველადი დახმარების ნივთები მიუტანეს. პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელს 11 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. მედია მენეჯერის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაიმართება.